დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? მე გუშინ გავიგე, რომ საპატრიარქოსთან მისულა ჯგუფი ქალბატონი მამისა ჯაფარი შვილის მეთაურობით, თუ არ ვიცი ვისი მეთაურობით იყო, მაგრამ ქალბატონი მამისა რომ ჯგუფთან ერთად იდგა, აშკარად ხედავთ ფოტოზეც, ვიდეოშიც ასევე ჩანს თუ რა მოთხოვნით მივიდნენ ქალბატონები საპატრიარქოსთან და ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს. ესე იგი, ქალბატონები დგანან საპატრიარქოს წინ და მოითხოვენ შიოსთან შეხვედრას. მოსახლე შიოსთან შეხვედრას, ილია მეორის მოსახლესთან შეხვედრას. ქალბატონებს აქვთ ესეთი მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს წინ ნებისმიერ ქართველს აქვს უფლება რომ იდგეს. ამ მოთხოვნით იქ არ მისულან, მაგრამ იქ შექმნილი ვითარების მომენტში მათი გამოხატულება იყო ის, რომ საპატრიარქოს კართან ქართველის დგომა არ უნდა იყოს აკრძალული, ხო? ჩემი აზრითაც ასე არის. მათი მოთხოვნა ბევრ პუნქტებს შეეხებოდა, მაგრამ ძირითადად იქ განვითარებული მოვლენა მაფიქრებს მე და მინდა ამაზე ვისაუბრო. დაცვა, რომელიც საპატრიარქოს წინ დგას და რომელიც თავის თავს უწოდებს, რომ ეს არის უშიშროების ტერიტორია, ეს არის საქართველოს უშიშროების ტერიტორია და უნდა დატოვონ ქალბატონებმა ის ტერიტორია და იქ დგომა არ შეიძლება თურმე ქართველისთვის. მე მაინტერესებს გკითხოთ თქვენ. როდესაც საპატრიარქო ქვია პატრიარქის რეზიდენციას, ხო? ჯანმრთელობა ნიკოლას. საპატრიარქო ქვია ქვეყნის ერის მამის რეზიდენციას, ხო ასეა? და როდესაც ადამიანი მიდის ამ ადგილზე და ითხოვს ამ კაცთან შეხვედრას, ან მის მოსახლესთან შეხვედრას, ხო? არ უნდა გამოდიოდეს ჩემი აზრით უშიშროება და ამ ხალხს არ უნდა უშლიდეს იქ დგომის უფლებასაც კი. რაზეა საუბარი, ხო? არანაირ მოთხოვნაზე არ არის საუბარი, იქ დგომის უფლებასაც არ აძლევენ ადამიანს. 4 წლის წინ დაახლოებით, როდესაც მე ვიყავი და მოვითხოვდი ილიასთან, გადაეცათ ილიასთვის, რომ მასთან იდგა სტუმარი, მართალია ადგილიდან მე არ გამოვუგდივართ, როგორც ამ ქალბატონებს შეეწინააღმდეგა უშიშროება, მაგრამ არც ის დაინახა, რომ სტუმარი ელოდება 8 საათის განმავლობაში დგას და ელოდება პასუხს და პასუხის ხირსად არავინ არ ჩათვალა ეს სტუმარი. მე მინდა გითხრათ ერთი რამ რა. მაშინ ვუთხარი მე საპატრიარქოს, რომ სრულიად საქართველო მოადგებოდა მას კარზე და სრულიად საქართველო მოგკითხავდა მას პასუხს იმისათვის, რაც გააკეთა დღეს მან. ანუ იმ დღეს მან. ამინ აღსრულდება ეს სიტყვა და მართლაც სრულიად საქართველო და მე არ გეუბნებით, რომ საქართველოში მცხოვრები არა ქართველები, სრულიად საქართველოს ქართველი მოსახლეობა მიადგება საპატრიარქოს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ილიას არიცელზე დევს. აი ეს უკვე ჩემთვის ძალიან გასახარი თემაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ფხიზლდება, საქართველოს მოსახლეობაში გატყდა კლდე, სიტყვამ გატეხა კლდე უკვე და ხალხი გამოფხიზლდა. ამიტომ მეგობრებო, გილოცავთ. გარდა ამისა,
ფიქრობ, რომ ეხლა დაწყებული აჟიოტაჟი, ერში გაჩენილი აჟიოტაჟი, რომელიც არის სხვა ერების შემოსახლება და თავზე გადაჯდომა, ჩვენს ქართველების თავზე გადაჯდომა, გამოიწვევს ძალიან დიდ ალიაკოც, ძალიან დიდ სამართლიან ალიაკოც, სამართლიან პროტესტს და სწორედაც რომ ყველაზე პირველი ვინც დაისჭება, ეს იქნება არა სახელმწიფო მეგობრებო, ეს იქნება ქვეყნის მამადწოდებულის რეზიდენციის წარმომადგენლობა სიდონის წევრები. რატო მეგობრებო? იმიტომ რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს პირები, რომლებიც სინოდის წევრებს წარმოადგენენ, სწორედ ესენი ურევიან ამ საკითხებში საქართველოს მიწების შესახებ, რომელი აჟიოტაჟიც არის ატეხილი ახლა. არა მხოლოდ ირანიზაცია, პაკისტანიზაცია, ინდოეთიზაცია, ჩინელიზაცია, ნუ როგორც გამოითქმის, შემისწორეთ. იმ ერების შემოსახლება და შემოდინება, რომელიც დაჟე თავიანთი ქვეყნებიდან უკვე გვემუქრებიან ჩვენს ქვეყანაში, როგორ განვაცხადეთ ხმამაღლა, რომ ირანელები აქედან წადითო, ვთქვით თურმე რა. და გვემუქრება ირანის ხელისუფლება, რომ თუ არ მოაგვარებს ამ საკითხს საქართველოში საქართველოს ხელისუფლება, თურმე პრობლემები შეექმნება. გაგიმარჯოს შენი. ყოჩახთ, რომ ახლა მაინც გამოფხიზლდით ხალხო. რა ვიცი. ხანდახან სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო და ქალიც და კაციც უნდა ადგეს ახლა, გამოვიდეს გარეთ და იყვიროს. საქართველო არის ქართველების, როგორც ეს თქვა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ, უამრავი ჩანაწერი არსებობს, ჩემს ვიდეოზეც გავაზიარე, ჩემს Facebook-სეც. საქართველო არის ქართველების და საქართველო უნდა იყოს ქართველების, თუმცა საქართველოს როგორც პასპორტიდან, ისე დაბადების მოწმობიდან ქართველობა სრულიად გააქრეს და პრინციპში შენ აღარ გეწოდება ქართველი. ქართველობა დაკარგული გაქვს, ქართველო. შენ ვეღარ იტყვი შენს თავზე, რომ ქართველი ხარ, არსად არ წერია. შენ უბრალოდ შეგიძლია თქვა შენს თავზე, რომ საქართველოში ხარ დაბადებული, კი? მაგრამ შენს დაბადების მოწმობაში ეს აღარ წერია, რომ შენ ხარ ქართველი. არ ხარ ქართველი, იმიტომ რომ არ გიწერია, რომ ქართველი ხარ. არც ამაზე ამოვიღეთ ხმა, როდესაც წაგვართოს ეროვნების აღნიშნული სიტყვა ქართველობა. ახლა ჩემო კარგებო, დაჯექით და იყვირეთ, რომ ქართველების არისო, ვინ ქართველებისო, კითხავენ. საწერია, რომ ქართველი ხარო, კითხავენ. ხო და მეგობრებო, თურმე ჩვენ სახელმწიფოს გადატრიალებაზე კი არა გვაქვს თურმე აქ საქმე და აღსადგენი საკითხი, არამედ ქართველობის აღდგენაზე გვაქვს აღსადგენი საკითხი. ხომ გავიგეთ ახლა კარგად, რომ არც ქართველი ხარ, მაგრამ ირანელი შემოდის და გეუბნება მე ირანელი ვარ, იმიტომ რომ მას შეიძლება პასპორტში უწერია, რომ ის არის ირანელი, მაგრამ შენ გიწერია მხოლოდ საქართველოში დაბადებული პირი ხარ. და პერსონალური ნომერი გაქვს მონიჭებული. ქართველობა აღარ. ეს ვინმემ გააპროტესტა? ვინმემ გააპროტესტა, ხო და რა ვიცი მეგობრებო, ღმერთი გეუბნება, რომ შენ თუ შენი ეროვნება არ იცი რა არის და მხოლოდ დაბადებული სტატუსი გაქვს, ხო? მაშინ ეს ქვეყანა აღარ არის შენი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ყავდა ერთ დროს პატრონი და მას ქართველი ერქვა. ახლა შენ თუ აღარც ქართველი გქვია და აღარც რა ვიცი ქრისტიანი, იმიტომ რომ მართლმადიდებელი დაგარქვეს და მართლმადიდებელში ქრისტე არ ურევია, თუმცა იგულისხმება, მაგრამ არ ურევია იქ სიტყვა და სიტყვის ძალით თუ მელაპარაკებით მეგობრებო, ხო? და თქვენ თუ სიტყვის ძალაზე იცით რამე გაგეგებათ,
მაშინ პირდაპირ მნიშვნელობით ქრისტიანობაც აგახიეს და ქართველობაც აგახიეს. ახლა დადიქით და იყვირეთ, ჩვენ ქართველები ქრისტიანები ვართო. არაო, გეტყვიან, თქვენ არც ქართველები ხართო და არც ქრისტიანებიო, რატოვო? იმიტომ რომ მართლმადიდებლები გქვიათო. დიახ, და არა ქრისტიანებიო. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანული რელიგია, კი ბატონო, ქრისტიანული რელიგია, მაგრამ არ გქვია ეგრე, შენ სხვა რაღაცა გქვია. ქრისტე ამოგიღეს, გაგიქრეს. და დაგარქვეს მართლმადიდებლებმა, რომელიც არც ვიცით რა არის. მართალმადიდებელი თუ მართასმადიდებელი თუ მართლმადიდებელი. არც ვიცით. დეფინიცია მართლმადიდებლობის არავის არ განუმარტავს ჩვენთვის რას ნიშნავს. რას ვადიდებთ? რას? მართალს? ვინ არის მართა? მართალი არის მართალი და ქრისტე არის ქრისტე. ქრისტე იყო მართალი, რა თუნდა მაგას ვტკიცება, რომ ქრისტე მართალი იყო. ქრისტე ვინც იყო, ისე მივმართოთ. ქრისტე მართალიც იყო და ღმერთიც იყო. ღმერთმადიდებლები დავირქვათ მაშინ. რაღა მართლმადიდებლები დავირქვათ. მართალს ვადიდებთ, ვინ რა იცის რა არის მართალი? ვინ რა იცის რა არის მართალი? ყველას თავისი სიმართლე აქვს. ქრისტეს თავისი სიმართლე ჰქონდა. და მუსულმანებს თავისი სიმართლე აქვთ. ბუდისტებს თავისი სიმართლე. აბა მაშინ რომელ სიმართლეს მივიდევთ? ქრისტიანულ სიმართლეს? მაშინ გვერქვას ქრისტიანები. რატო მართლმადიდებლები? ვიღაცამ კათოლიკი დაირქვა თავის თავზე. ვიღაცამ ევანგელისტი, ვიღაცამ პროტესტანტი და ქრისტეს აწავიდა ხალხო. ანუ მე ახლა პირდაპირ გეტყვით რა, სიტყვის ძალის მეშვეობით. თუ ადამიანი თავის თავს ქართველად თვლის, აღსადგენი აქვს ჯერ პირველ რიგში ის რომ ქართველია და დაერქვას ისევ ქართველი, ან თუნდაც იბერიელი, რა ვიცი, როგორც მოისურვება, ისე იბერიაც არის ჩვენი ქვეყანა, საქართველოც არის, გეორგიანაც არის, გეორგიანელებად დაირქვით თავით უმინათ. მაგრამ თქვენ სტატუსი აღარ გაქვთ როგორც რაიმე ერის წარმომადგენელი. თქვენ რა, ჩვენ აღარ გვაქვს. მართლა გეუბნებით, ნიკოლოს, ჩემი ჩანდა მომაწოდე ერთი წუთი რა. დაბადების მოწმობაში ვნახოთ რა წერია ხალხო. მადლობა. დაბადების მოწმობაში წერია ასეთი რა. ჩემი ბავშვის დაბადების მოწმობას ავიღებ ახლა. და უწერია მატილდა მარიამ გეფარდ, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, დაბადების რეგისტრაციის თარიღი, სქესი, მოქალაქეობა აღარ წერია შიგნით. მოქალაქეობა გამოტოვებულია. რატო ნეტა? არა ვართ მოქალაქეები, არაფრის? არც ერთი მიწის? თურმე სად გაუცრუები ვართ მთავრობას. ანუ გაუცურები ვართ რა. გაგვაცურა. იესოს სიტყვა იყო მართალი და საქმეო. დავით აზნაურიშვილი წერს. რა თქმა უნდა, მართალი იყო მისი სიტყვა. რა თქმა უნდა, მართალი იყო, მაგრამ ეგრე კრიშნას სიტყვაც მართალი იყო და ვიღაცის სიტყვაც მართალი იყო. ყველას მარტო იესო ქრისტე არ იძახდა სიმართლეს. სიმართლეს ძალიან ბევრი ვინმე იძახის და თუ გვინდა რომ ქრისტეს ერი გვერქვას, ხო? ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა პრინციპში და ქრისტეს მისი შვილია. ხო და ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაზე, მეგობრებო,
თვით ამ ქვეყნის მემკვიდრეებს ამოუშალეს, რატო ამოუშალეს ვერ ხვდები რა. რამეს ეს ფერი ეხარჯებოდათ ქაღალდზე დასაწერად? თუ ეზარებოდათ ამის დაწერა, რომ ქართველები ვართ. ისე ამაზე კითხვა არავის არ გაუჩნდა? ქართველი რო ვართ, ამის დაწერა ეზარებოდათ? თუ ზედმეტი სამუშაო შეექმნებოდათ ერთი სიტყვის დაწერით. აბა გადაშალეთ თქვენი დაბადების მოწმობები. ერთი წუთით. ხო, არ უნდა ყველას გექნებათ დაბადების მოწმობა სახში და გადაშალეთ და ნახეთ რა წერია შიგნით და რა არა. ცოტა შემიჭკა. ყოველ შემთხვევაში მეგობრებო რა, ევროპიზაცია და ამერიკაზაცია და რუსეთიზაცია კი არა, ჩვენ ქართველობა რო აღვიდგინოთ არ გვინდა? მაგაზე ვიყვიროთ? რა ვიცი, მე ვფიქრობ ჯერ შენი იდენტიფიკაცია აღადგინე. და მერე სხვებიც განკურნეო რა, ჯერ შენ თავი განკურნე, მერე სხვები ისე ხო ამბობს ამას და ჩვენ აბსოლუტურად სიტყვიერად ეს ძალა წაგვართეს ხო? სიტყვის ძალით წაგვართვეს ქართველობა, იცით? სიტყვის ძალით რო გვართმევენ ქართველობას, მერე პრაქტიკაში ესე ხორციელში ადვილად გადადის და ადვილად მოგიშორებენ თავიდან. შენ თუ სიტყვა არ დაიცავი ხალხო, ხო? და სიტყვიერად ამოაშლევინე შენი თავი ამა სოფლისა წიგნებიდან, ვინ გინდა და სად გინდა რომ გაძლიერდე? როგორ? ყვირილით? მაშინ იოცნებე და იყავი ილუზიაში. კი ბატონო, იყვირე. რუსეთი გადაგარჩენს, კი ბატონო. ამერიკა გადაგარჩენს, კი ბატონო. ჩინეთი გადაგარჩენს, კი ბატონო. ევროპა გადაგარჩენს, კი ბატონო, მაგრამ ვის გადაგარჩენს, ვის? კონკრეტულ მოქალაქეს? თუ ერს, როგორც ერი ჩვენ აღარ ვარსებობთ უკვე რა, ფაქტიურად? კიდევ 5 ჯერ გავიმეორებ, აღარ ვარსებობთ უკვე ფაქტიურად. იმიტომ რომ აღარ გვაქვს ეროვნების აღმნიშვნელი სიტყვა, რომ ჩვენ ქართველები ვართ. არსად აღარ გვიწერია. როდესაც ამოშალეს ეროვნება, მას შემდეგ დაიწყეს შემოსახლებაც და მიწების გაყიდვაც. წაგვართვეს სამშობლო, იმიტომ გვემუქრებიან არაბები იქიდან, თავისი სახელმწიფოდან, რომ არაბებსო როგორ გვაკადრესო. სახელმწიფოებრივი მოქალაქეობა უნდა დაიცვას ყველამო. ანუ ესე იგი პირდაპირ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი მოქალაქეობის აღსრულებაზე გველაპარაკებიან, რომ ყველა კორექტულად უნდა მოიქცესო, კორექტულად უნდა მოიქცესო. მანამდე თუ სტუმარს უძახდნენო, ეხლაო ჩვენ ხალხსო ყრიანო. და ეს არ შეიძლებაო, თითი დაგვექნიას, გესმის? ეს როგორ შეიძლებაო? ამაზე მოეთხოვება სახელმწიფოს პასუხს თუ არ მიმართავს რამე იმასო. იმას თუ არ გააკეთებსო, რეაქციას თუ არ რეაგირებას თუ არ მოახდენს სახელმწიფო ამ საკითხზეო რა. წარმოგიდგენია თითი დაგვექნიეს. ირანიდან თურმე საქართველოში ქართველებს რა პრეტენზიები გვაქვს? და რა ვინ ქართველებს, კაცო, რა ქართველებს, რა თურმე აღარ ქართველები აღარ გვქვია. უბრალოდ მოქალაქეები პირადი ნომერი გვაქვს და ეგ არის რა. სახელი და გვარები ვართ მარტო. მეტი არც არავინ აღარ ვართ. აი ეს არის ჩვენი რეალობა მეგობრებო რა. გამოვფხიზლდეთ. და რა ევროპიზაცია და რა ამერიკაზაცია და რა რუსეთიზაცია აი ამ დებილ სინოდის წევრებს თუ არ შემოულაწუნებთ ერთი მაგრად და თუ თავის მრევლს არ შემოულაწუნებს ეს სინოდის წევრები, ხო? ისე ჩვენ როგორც საქართველოს ისე ყველაფერს აგვახევენ, რა ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა. ხალხო, საქართველოს მოქალაქეობა აგვახიეს თვალთა და ხელშუა. ახლა მიწებიც გაგვიყიდეს საიდუმლოდ.
და ჩვენ ვживარ და ევროპაში გვინდაო და ევროპა გადაგარჩენ. ევროპა არ არის რომ მთელი საბერძნეთი გააღატაკა და თვითონ მიისაკუთრა ყველაფერი რაც ქონდა წიაღისეული და რაც კარგი ქონდა ვის ჯიბეში მიდის ებრაელ ხაზართა და ურიათა ჯიბეში მიდის ვისაც დიდი ორგანიზაციები აქვს და ვისაც დიდი ტრაკი აქვს იმისა და დიდი ფული აქვს იმისა რომ მნიშვნელოვანი ძეგლები შეისყიდოს და მერე იქიდან შემოსავალი თვითონ ჩაიჯიბოს. Როგორც დღეს ხდება საქართველოს ეპატრონება ვიღაცა ურია ხაზარ ებრაელთა წარმომადგენლობა, ჩვენს მიწას თხრიან და გვითხრიან და ჩავიდნენ ლამისარის უბსკრულში ჩავიდნენ, ამოაქვთ იქიდან ოქრო, მიაქვთ სადღაც და ყიდიან და ჩვენ რა გვამათხოვრებენ რაზე? დაუნგრიეს ხალხს მიწები, დაუნგრიეს ხალხს სახლები. ბიჭო, ამაზე თუ ხმას არ ვიღებ და ისევ ევროპას მივტირით, ჩვენ არც ქართველობა გვეკუთვნის, მართლა გეუბნებით და არც არანაირი ეროვნება არ გვეკუთვნის. არ გვეკუთვნის უკვე რაღაც მიწები აღარ გვეკუთვნის, ჩვენ დავჩლუნგდით უკვე ამ საკითხში. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, ვიღაცამ გადაგვაჩინოს, ჩვენ ვეღარ გადავაჩეთ ჩვენ თავს. ხოდა შენსაც უვერ გადაარჩენო ქრისტე გეუბნება, სხვასაც ვეღარ გადაარჩენ და ვერც სხვა გადაგარჩენსო რა. ვეღარ გადაგარჩენსო სხვაო რა. და საერთოდ ქრისტიანები ვართ რო? რანაირი ქრისტიანები გქვია ჩვენ? ჩვენ რომ ქრისტე ჯვარზე გვიცვა ის ერი დღეს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში. ხო? ლოცვის უფლებაც აქვს, მეჩეთების აშენების, სინაგოგების აშენების უფლებაც აქვს, სიარულისა და გართობის უფლებაც აქვს, მოგუკითხოს საკითხები იმის უფლებაც აქვს, თავისი დროშები აფრიალოს იმის უფლებაც აქვს და კიდევ საპატრიარქოს გადაეფსკონას როგორც ბრატი იმის უფლებაც აქვს. და როგორც ქართველი ერი ჩვენ უნდა მივიღოთ ებრაელები. და როცა ებრაელს ისრაელში ჩავა, ჩვენ უნდა გვაფურთხონ მათ, იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი და უფლება მივცეთ, რომ ჩვენი ღმერთის მკვლელები ჩვენს მიწაზე ჩვენმე გვიმონებდნენ. ყოჩახ, ბრავო, მეტაშ დაუკრავდი ახლა ერთი ხელი რო არ მქონდეს დაკავებული. ბრავო ქართველოერო, ყოჩახ, მე ძალიან ვამაყობ თქვენით. ერთ ლოყაში ხო გაგარტყეს, ეხლა მეორე მიუშვირეთ, კი ბატონო. დიახ, ეგრე უნდა. ზუსტად ქრისტეს საქმეებს ასრულებთ თქვენ. კარგები ხართ. კარგები ხართ. რა ქართველი, რის ქართველი, კაცო, არაფერი ქართველობა თქვენ არ გინდათ. თქვენ ზეციური შვილები ხართ, იქ ზეცაშია თქვენი გზა. აქ არ არის თქვენი ადგილი, როგორც ქრისტე ამბობს, მაგაშიც აი ესე გიზავთ. ყოჩაღები ხართ, ეგრე აკეთებთ ზუსტად. აი ქრისტეს გზას მიყვებით, როგორც ჩანს, ძალიან კარგია. არავინ გადაგვარჩენს ხო უფლის გარდა და რომ ნანა წერს მარიამი და რომ გამოვფხიზლდეთ რა უნდა ვქნათ, ამიტომ ლაპარაკს და ვიდეოების ჩაწერას უნდა განვდევნო ივანიშვილი საქართველოს. ივანიშვილი ვინ არის? საერთოდ ივანიშვილი საერთოდ არ ფიგურირებს არც პოლიტიკაში და ივანიშვილი წავიდა ხალხო. რას ჩაიციკლეთ ამ ივანიშვილს? ვინც საქართველოში ფიგურირებს და ვისაც ძალა აქვს, იმას უნდა მოვკითხოთ. და ამიტომ გეუბნებით, რითიც დავიწყე ეს ლაივი, საპატრიარქოსა მე 4 წლის წინ მივედი. 700,000 კაცმა ნახა, რომ იქ ვიდექი, რომელიმე გამომეხმაურა? რომელიმე მედიებმა, ყველა მედია წარმომადგენლობამ ნახა იქ რაც გაკეთდა. და იქ რაც მოხდა, მე რო ვიყავი და რო არ შემიშვა 3 შვილით რო ველოდებოდი ილია მეორის დედამოწყნულობას. და ვინმე ხმა ამოიღო ჩემს გამო? ჩემს გამო მე პირადად ჩემს გამო კი არა, ხალხო, იმ ფაქტის გამო რაც გაგვიკეთა საპატრიარქომ იმ დღეს, აი ნებისმიერი დედა შეიძლება ყოფილიყო მე რო არ ყოფილიყავი, შეიძლება ნებისმიერი დედა ყოფილიყო იქ მისული რა, 3 შვილით. დააყუდა ფაქტის სახეზე დაგვიდო ღმერთმა, რომ 3 შვილიანი დედა დააყუდეს საპატრიარქოს წინ, თავის ნათლიასთან არ შეუშვეს. მე შვილის ნათლიასთან არ შემიშვეს. ამაზე ხმა ვინმე ამოიღო თქვენ ძღნერებო თქვენ მართლა?
ხო და რა მძღნერებიც ახართ ის მოგდით გესმის ყველას გეუბნებით რა მძღნერია ის ვინც არ ამოიღო ხმა სამშვილიანი დედა 700,000-მა კაცმა ნახა ერთ კაცს რო ენახა კიდე არაფერს არ ვიტყოდი 700,000-მა კაცმა ნახა ხალხო ამაზე პროტესტი არავინ არ გამოთქვა ამაზე კი არა იცი რას გიზავენ თავზე დაგამხობენ ყველაფერს დედის ფასი არიცი და სამშვილიანი დედის ფასი აღარ გწოდნიათ თქვენ რა ქართველობაზე გაქვს საუბარი და რა მიწებზე გაქვს საუბარი დაგახევთ კი არა გადმოგატრიალებთ ღმერთი მთლიანად აი ამ თქვენს ყოფილ მიწაზე ბიჭო ვინახართ თქვენ თურმე ვიმძღნერები ყოფილხართ საერთოდ რა დაინახა ღმერთმა ეს სამშვილიანი დედა რომ საპატრიარქომ დააყუდა კართან და ამ ხელას გავკიოდი კი არა ძალიან კულტურულად საუბრობდი მე მაშინ არ უყვიროდი და არ ვაგინებდი იმ დღეს 4 დღეში ნახა 700,000-მა კაცმა ერთ წელში კი არა 4 დღეში ხმა არავინ არ გამოიღო არ გამოვიდა ერთი კაციც კი რა გამოვიდა აქეთ დამიწყეს ჩაქოლვა თქვენ ბანძებო და მძღნერებო თქვენ უარეს იმსახურებთ რა თუ უარესის ღირსები არ ახართ საქართველოს ღირსები თქვენ არ ყოფილხართ თქვენ ამიტომ მოგდით ეგრე რაც მოგდით და მე არანაირ მორალს არ გიკითხავთ მე გაყენებთ ფაქტის წინაშე რაც დათესეთ იმას იმკით გესმის და ევროპა გადაგარჩენთ ხო ევროპა რო დაგაწერთ თქვენ ყველაფერს მე ნახავთ და რუსეთმა ხომ მთლიანად თავი წაგაძროთ უკვე და რომ გამოვხიზლეთ რა უნდა ვქნათო რომ გამოვხიზლდე რა უნდა ქნა და ყლერები იფხანო ნანა პიროვნულად ნუ მიიღებ რა საერთოდ აი ესეთ ფიქრებს ვინც გაივლებს თავში იმას ვესაუბრები ყლერები უნდა იფხანოს იმან სახში და ფანჩარი უნდა იფხაროს იმან სახში მეტი არაფერი არ უნდა ქნას არაფერი ეგრე თავისით მოგვარდება ღმერთი მოაგვარებს კი ბიჭო თქვენ არ უყურებთ ეთყობა რა აი არ გესმით საკითხები არ გესმით ძირეულად საკითხები როდესაც მე მაშინ 4 წლის წინ თქვი რა ეს არის საქართველოს სრულიად საქართველოს გამოცდა არის მე თქვი თვითონ ამ მღვდლების გამოცდაც არის არც ერთმა მღვდელმა ხმა არ ამოიღო წარმოგიდგენია არც ერთმა სასულიერო პირმა ხმა არ ამოიღო და არ მოკითხა ბიჭო სამშვილიანი დედა ალოდინეთ კართან სამშვილიანი დედა ალოდინეთ კართან ბიჭ მე არა მაქვს ჩემზე საუბარი მე მაქვს სამშვილიან დედაზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო მეთქი მაგას ვამბობ იქნებ რა უჭირს იმ სამშვილიან დედას დავით მე არ გთხოვთ პატიებას რა მე მინდა რომ გაიგოთ რა მოხდა მაშინ გვაპატიე თამარო რომ მეუბნე მართალი ხარ ვცდილობ ძალიან რომ გამოვასწოროთ შეცდომები მე არ გთხოვთ პატიებას დავით მე გთხოვთ იმას რომ გაიგოთ სად დაუშვით შეცდომა გაიგოთ სად გძინავთ გაიგოთ რა ხდება საქართველოში და სად გეპარებათ თვალთა და ხეშშუა ეს ქართველობაც ეს მიწაც და ეს ყველაფერიც რაც ღმერთმა მოგცათ სამშვილიან დედას რომ პატივს არ სცემს ქართველი და ვერ დაიცავს ის რომელიმე მიწას დაიცავს ან ღმერთს დაიცავს ამიტომ სხვა მე ვენახე მოგიყვანა და დაგიყენათ მეთქი თქვენ ტყუილა კი არ გეუბნებით და ეს დროც მოდის როცა აპოკალიფსი წერია რომ თუ მე ვენახე ვეღარულის თავის ვენახს მაშინ მოვა სხვა და ის მოულის რა მოვა ირანელი და ის უფრო ზრუნავს თავის ხალხზე მოვა პაკისტანელი და ის უფრო თავის ხალხზე ისრუნებს მოვა ირანელი მოვა ინდოელი ისინი უფრო ზრუნავენ თავის ხალხზე კაცო და ვინც ზრუნავს თავის ხალხზე იმას მისცემს ეს ღმერთი ამ დალოცულ მიწას რაღა შენ მოგცეს რომელიც სამშვილიან დედას ვერ იცავ ხალხო სიტყვით ვერ იცავ ვერც გამოდიყარ არ არის იქ აუცილებელი ხმალი ამოიღო და მოაჭრა ვიღაცას თავები სიტყვით მაინც გამოდი და რამე თქვი ვერ იცავ ვერაო გით დაინახა ღმერთმა მე რო იქ მიმიყვანა ღმერთმა ტყუილა კი არ მიმიყვანა იქ სრულიად ერს დაუყენა ამოცანა და გამოსცადა სრულიად ერი და მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი რომ 4 დღეში 700,000 ადამიანმა როგორ ნახა ეს ვიდეო
და მივხვდი, რომ ეს არ არის ის, რომ მარტო მე მივედი იქ, ეს არის ზეციდან ჩარევა, რომ გამოცდა მოხდა რაღაცის და ვიღაცის და ვისი თუ არა საპატრიარქოსი და ერის, იმიტომ რომ საპატრიარქოსთან მიმიყვანა და არა პარლამენტის წინ მიმიყვანა ღმერთმა. და თქვენ გონიათ რომ მე ეს ვერ დავივიწყე, იცი როგორ მკიდია უკვე რა მოხდა მაშინ, მაგრამ ფაქტის სახეს წინასე მიდგება რომ ის რაც იქ მათქმევინა ღმერთმა მართლა ხდება, ის რაც ღმერთმა იქ თქვა და რაც გამოსცა და ის მართლა ხდება და თითოეული თქვენგანი გაიგებს მეთქი ეს რას ნიშნავს და თითოეული თქვენგანი მიხვალთ და ნახავთ უარესი ვითარება დაგხვდებათ ვიდრე მე იქ და დამხვდა. აღდგომა დღეს რომ სამშვილიან დედა საპატრიარქო დაიკიდებს მის კართან და ილია შიგნით არის და მისი ნათლული გარეთ არის და გარეთ ელოდება ეს ადამიანები, ხო? აი ამას რომ ვერ გაიგებს ერი რა ხდება და გველის წიწილს და პროვოკატორს მიწოდებს. ამ დროს დედაც მოსწყვნია ეგეთ ერს რა. და მოსწყვნია უკვე როგორც ჩანს წართმეული აქვს როგორც მოქალაქეობა ისე მიწებიც. აი ამ ჩემს ფეხების კი არა, ამ ჩემს რა ვიცი რას, არაფერს. ჩემს ფეხებს რაც გადავეკიდე, ღმერთმა კარგად მიმყოფოს და კარგად ვიყო. აი სულ არ მაინტერესებს რა მოუვა ესეთ ერს, რომელიც ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს რა. არც ღმერთს აღარ აინტერესებს უკვე რა. აღარა გაქვთ თქვენ ღმერთის დაცვა რო იცოდეთ. განრისხებულია ღმერთი თქვენზე, როგორც მე ვარ განრისხებული თქვენზე, ისე ღმერთია თქვენზე განრისხებული ხალხო. თქვენ გონიათ უყვარხართ ეხლა ღმერთს მაგის გამო რაც გააკეთეთ? თქვენი საქციელებით უყვარხართ ღმერთს? დამონებული, დაბელენჩვერებული ერი ხართ. ერიც აღარ ხართ. თითოეული მოქალაქე ხართ საქართველოში დაბადებული. რომელიც ვერ იგებს რა უნდა გააკეთოს. ხან ევროპას მიეწეპება და ხან იმას, როცა ადამიანი მიდის და ეუბნება საპატრიარქოში. ვინც ძალაა დღეს, სულიერი ძალა ვინც არის, უნდა იყოს წესით, მაგრამ არ არის. პირველი ვინც არის, ეს არის საპატრიარქო და თუ იქ არ მიხვალ, ვინ ივანიშვილს დასძევ, ვინ ივანიშვილი ვინ არის საერთოდ, რამე წარმოადგენს? საქართველოში რამეს წარმოადგენს პოზიცია რა აქვს ივანიშვილს? პრემიერ-მინისტრია, პარლამენტარია, ქვეყნის ვინ არის საერთოდ ივანიშვილი? რა ივანიშვილს რას მიახტებით ხოლმე? არავინ აღარ არის ივანიშვილი საქართველოს. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, რომელიც მაგრად აკეთებს ფულებს საქართველოში, მაგრამ ივანიშვილი რა შუაშია ხა ამ შემთხვევაში რა? შენ ივანიშვილმა რამე წაგართვა? ივანიშვილმა კი არ წაგართვა. ივანიშვილის მიერ რომ მოვიდა ის ხელისუფლება და რო დარჩა ეს ხელისუფლება, ივანიშვილი კიდე მოტყდა. აი იმ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვო და არა ივანიშვილს. და საერთოდაც რა შუაშია ივანიშვილი და რა შუაშია სააკაშვილი, კაცო. როდესაც 1992 წელს აგახიეს შენ სრულიად უკანონოდ ხელისუფლება, ხო? იქ უნდა დაბრუნდე და არა ივანიშვილთან და სააკაშვილთან და შევარდნაძესთან. ზვიათთან უნდა დაბრუნდე, სადაც დაგახიეს უკანონოდ ხელისუფლება. იქ უნდა დაბრუნდე და იქ გამოასწორო საქმე. და ვინ გამოასწორო საქმე? ვინც იყო, ვინც არის ცოცხალი? ილია იყო მაშინ. ვინც იყო და ვინც დარჩა დღეს კიდევ ცოცხალი, იმდროინდელი, იმან უნდა გამოასწორო საქმე. შევარდნაძეს ვეღარ მოვკითხავთ იქ კუბოში. ხო და ილია მეორეც რომ სასყიდელი სარეცელზე დევს და არც იქ გაყავდა, არც აქ გამოყავდა, ესე ატანჯავენ მაკაც. როგორც ფიზიკურად ისე სულიერ რაც დაიმსახურა იმას იმკის, ხო? მის მოსაყდრეს მაინც უნდა მოკითხო, რომ 1992 წელს საქართველოში რომ ქართველს ტყვიები ესროლა რუსეთის ხელისუფლებამ ილია მეორის მეთაურობით და შევარდნაძის მეთაურობით, იქ რატო მოხდა უსამართლობა? გამოასწორე. ვის მისტირი, რა შევარდნაძე, რა სააკაშვილი და რა ივანიშვილი, ხალხო, თქვენ ვერ ახართ თქვენს ჯანზე რა. აშკარად ილუზიებში ხარ დაკარგული, მაგრად რა. და სულ წინ რო წავიდეთ, ჩვენ მოგვიკლეს ღმერთი.
ქრისტეა მართალი კაცი მოგვიკლეს, რომელიც არაფერს არ აშავებდა, არავის არ კლავდა და არავის არ ღლიტავდა ფულით. პირიქით ეხმარებოდა და ის მოგვიკლეს და ვინ არის დღეს ჩვენი ქვეყნის მართველი? მისი მკვლელი. ურია ებრაელები არიან ჩვენი წინამძღვრები. თეთრუაშვილი ვინ არის? ებრაელის გავარდნილია ეგ თეთრუაშვილის შორენა და ვინ არის თეთრუაშვილის შორენა? საპატრიარქოს ბოსი. თუ ბოზიც არ არის ეგ, ლამაზი მაინც იყოს. რას გავს? და ხალხო, ნუ ხართ ილუზიაში რა. აღარც ქართველები აღარ ქვია თქვენ თურმე. და საქართველოს მიწაზე რა პრეტენზიები გაქვთ ვერ ხვდები. აღიდგინეთ თქვენი ქართველობა და დაიბრუნეთ ის სახელმწიფო, რომელიც იყო 1992 წელს. ის სახელმწიფო იყო ქართველების. მას მერე ქართველების არაფერი აღარ ყოფილა. მას მერე დაიწყო სრულიად საქართველოს ებრაელიზაცია. ყველანი ვინც ქართველი იყო ჩახოცეს და ციხეში ამოალპეს და ებრაელები ქართული გადაკეთებული ხაზარ ებრაელების ურია ებრაელების გადაკეთებული გვარიანი ხალხი დასვეს სათავეში ვერ ხედავთ მაინც გარეგნულად მაინც ვერ ხედავთ ვიდეოებს მაინც შეხედეთ ქართული სახეები როგორი იყო და დღეს რა სახეები გვიზიან პარლამენტში ვიდეოებს გადახედეთ რა იმდროინდელ ვიდეოებს ქართულ სახეებს შეხედეთ როგორი სახია ქართველს და მე ამ პარლამენტში შეხედეთ რა სახის წარმომადგენლობაზე საქართველოს პარლამენტში და თვალით მაინც გაარკვევთ თუ გვარებით და იმებით ვერ ხვდებით სახელები და გვარებით თუ ვერ ხვდებით მაგრამ არც მაგაშიც დაგიბნელეს თვალები მაგაშიც დაგაბნელეს ყველაფერში როგორ დაგვაბნელეს მაგის დავატირე რა და ღვთისმშობლის წირყვეთი ქვეყანა საქართველოს მარტო მარიამი გადაარჩენს დედაც მოგწყუნიათო გითხრათ ქართველი ქალი ვერ დაიცავით სამშვილიანი დედა სასულიერო პირთან იყო მისული მაგის დედავატირე პარლამენტთან ხო არა სასულიერო პირთან ერის მამასთან იყო სამშვილიანი დედა ის ვერ დაიცავითო და მარიამის გადარჩენა გინდათ მოუნდა ქართველებს მარიამა გადაარჩინოს უცბად უხთქმენი გადასარჩენიერი არ ხართ თქვენ აწი დადექითო და თითოეულმა თქვენი ტრაკი თქვენ თვითონ გადაარჩინეთო აი ესე შემოგითვალათ ღმერთმა რა ღმერთი რის ღმერთი ხალხო თქვენი ტრაკი ვერ აგიწევია და ვერ დაგიცვიათ ის რა საქართველოს რა არის საქართველო და რა ქართული სული რა არის თუ ქართველ დედას ვერ გაიგებს რა არის ასმათ როგორი სახეა ქართველს და გადახედე ვიდეოებს ზვიად გამსახურდიას დროინდელ მიტინგებზე მდგარ ხალხს დააკვირდი მათი სახეები დაიმახსოვრე და მე დღევანდელ ხალხს დააკვირდი თუნდაც მედიაში როგორი ხალხიც ჩანს და თუნდაც პარლამენტში შეადარე თვალის ზომით შეადარე ერთმანეთს გარეგნულად ხო შეგიძლიათ გარეგნობა დაიმახსოვროთ ადამიანის ხო ეთნიკური ჩამოყალიბებული სახე ვისაც არის ეთნოსი არის სომხური ქართული არაბული ჩინურს და ქართველს ხო არჩევ ერთმანეთისგან ხო და ისე გაირჩევა ქართველი და ებრაელი ერთმანეთისგან და თუ ამას ვერ ხედავ მაშინ დაბრმავებული გაქვს ის ხედვა თვალი არ გაქვს ახელილი როგორც ჩინელს არჩევს სხვა ერებისგან ისე გამოირჩევა ქართველი სხვა ერებისგან ოღონდ უნდა დაიმახსოვრო როგორ გამოიყურება ქართველი სახის ფორმები როგორი აქვს გამომეტყველება თვალიდან როგორი აქვს აი ესენი დაიმახსოვრე და შენ თუ ამას დაიმახსოვრებ არასდროს არ შეგეშლება რომ დგას შენ წინ ადამიანი და ქართული სახელი და გვარი დგას და მას აქვს მონგოლური სიფათი ხო შენ ის ქართველი არ გეგონება შენ ის მასში ხედავ იმ რისი სისხლის მატარებელიც არის ხალხო რაც გინდა ის ერქვას თუ გინდა ვაჟა ბაგრატიონი ერქვას მონღოლური სიფათი აქვს კაცო აი დავწყნარდები ახლა წავედი
აღადგინეთ თუ გინდათ საერთოდ რამე აღადგინოთ, ჯერ ქართველობა აღიდგინეთ და ჩააწერინეთ მოწმობებში, დაბადების მოწმობებში თქვენი ეროვნება. სად წაიღეს და სად დაკარგეს, ეგ აღადგინეთ და ეგ გააპროტესტეთ და არა ის რომ ჩვენი მიწები დაგვიბრუნდა. რა დროს მიწებია, კაცო, არ გეტყვი, ან ვინ ახარ? საიდან მოდიხარ? რა შენი მიწა, რის შენი მიწა, ვინ ახარ? და რო კითხავენ, ვინ ახარ, ვერ ეტყვი ქართველი ვარო. ხო და აღიდგინე ჯერ ქართველობა და მერე აღიდგინე მიწა. ეს იყო ჩემი საუბარი დღეს. დროებით გემშვიდობებით.